რა ხდება ოცნებაში, რა ხდება ხელისუფლების გუნდში და როგორ ხსნით ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მთელი ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ალბათ უკვე საჯაროდ მიდის განხილვა რა ხდება პარტიაში, ბიძინა ივანიშვილის პარტიაში. რა ხდება იმან ამას რატომ უთხრა, ამან მასზე რატომ გააკეთა შეუწყებელი განცხადება, კომენტარი, გედი რატო აპირებს წასვლას უმრავლესობას სისულელეები. ქვეყანაში რა ხდება ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, აი ამაზე რო არ საუბრობს ბიძინა ივანიშვილი თელ თავის გუნდთან ერთად, ეს არის ნამდვილი ტრაგედია. ეხლა სესიაშვილი და ეკაბესელია პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან თუ არ იქნებიან? ეს ადარდებს ეხა პენსიონერს, პოლიციის თანამშრომელს, პედაგოგს, ეს ადარდებს უიმედო ახალგაზრდას, რომელსაც პერსპექტივა აქვს დაკარგული მილიარდელი ივანიშვილის პირობებში. მართლა ხუმრობის გარეშე და არ მინდა რომ პათეტიკულად ჟღერდეს. ეს არის ეხა საინტერესო და ამას უნდა განიხილავდეს. შიმშილის ზღვარს მიღმაყოფი, ანუ შიმშილობაში მყოფი ერი უნდა საუბრობდეს იმაზე, ეკაბესელია, ვაიმე რა ცუდია, თუნდაც აღარ ყოფილა ყობახიძემ გაიმარჯვა ქვერიგაშვილი დამარცხა თუ ჯანდაბა. ამაზე უნდა საუბრობდეთ ეხლა? პირდაპირ გაგებით ხალხი შიმშილობს, არ ხუმრობ, უბრალოდ მაცივარში არაფერ, მაცივარს აღარ თავს ადამიანი. ძალიან ბევრი ოჯახი მაცივარს არ თავს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ჯერ ერთი ელექტროენერგია უნდა დახარჯოს ტყილად, რომელიც მე ვეღარ უნდა გადაიხადოს და მე თავარი არაფერი შევითარუნდებს. და რაში გვაინტერესებს ეხლა ბიძინა ივანიშვილი ერთ ადამიანს ჩატოვებს პოლიტიკურ საბჭოში თუ მეორე ადამიანს ამოაგდებს. ჩვენ გვაინტერესებს რეალურად ქვეყანაში სადაც მაღალჩინოსნებისთვის გაშმაგებულად ხელფასები იზრდება და ამას ვადევნებდით ხალბატონო ინგა მთელი 2 თვის განმავლობაში ისტერიულად იმატებდნენ ხელფასებს და ამას ვადევნებდით თვალყურს ხო ყველა თვითმმართველობაში 800-700 ლარით იმატებდნენ ხელფასებს როდესაც პენსიას არ უმატებენ და ძალიან ცუდად მოხდა. ეხლა მე მეგონა ბატონი ბოკერია რო საუბრობდა ეხლა ადამიანი რომელიც მართლაც არ შემიძლია საერთოდ არა ჩემ ინტერესებში ხა მასზე ვისაუბრო ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ფაქტორის გათვალისწინებით ხელი სააკაშვილის ხელისუფლებაში როდესაც იყო 11-ჯერ გაიზარდა პენსია და ეხა 80 ლარით რო წელსვე გაიზარდოს პენსია არის საჭირო 720 მილიონი ლარი და 630 მილიონ ლარს ხარჯავს ხელისუფლება მხოლოდ გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებში და ეს არის უტოპია? მაგრამ ბატონი აი მილიონი ლარის მობილიზება აი ეს საწყენია ეს არის ქართული ოცნება გამოდის დღეს და ქართული ოცნება დღეს გამოდის და ამბობს მე უნდა მოვუმატო ხელფასი მაღალ ჩინოსნებს დავით საგანელიძეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დიახაც ბიუჯეტი ევროფინანსდება დიახაც მას უნდა კონდეს 28000 ლარი თვეში ხელფასი დიახაც მინისტრებს უნდა გაიზარდოთ ხელფასები დიახაც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უნდა გაიზარდოთ ხელფასები და გაზარდეს 800-600 ლარი მაგრამ პენსიონერს არ უნდა გაიზარდოს პენსია ამას გვეუბნება და მუდმივ და ვეუბნებით რაშიც ხელფასები მაინც უზარმაზარი უპირატესობა აქვს მმართველ გუნდს თუნდაც თქვენი პარტიისგან განსხვავებით აი ამ პრობლემების ჩამონათვალის მიუხედავად ხომ ხედავთ ჩვენი მდადებულ ციფრებს რითი იხსნება ეს მაშინ აბსოლუტურად ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ჯერ ერთის რომ არანორმალურად საშინელი თუ საშინლად არანორმალური როგორც გნებავთ პროცენტი არის მართველი ძალისთვის ხელისუფლებაში როდესაც ხარშენ და გაქვს ხარდაჭერა 25%, მაშინ როდესაც თითქმის ნახევარი არასახელებს მის რჩეულ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს თითქმის 50%, რა თქმა უნდა ეს ერთიორად ზრდის შანსს. მაგრამ არა თქვენ შანსს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან არა, რატომ არა, თქვენ ცნობილია ეხა რომ ყავთ თქვენი მხარი ამომრჩეველი და ის 51% რომელიც არასახელებს დაუშვათ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას რატომ გონიათ რომ თქვენი ამომრჩეველია და არა მაგალითად ევროპული საქართველოს ან არის თავისუფალი დემოკრატების დიახ ოპოზიციას გეუბნებოდ კარგი თქვა კი ბატონო ხალბატონო იგა ხალხში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ხალხში ვარ ყოველდღიურად და რეალურად გეარგავა შეხვედრა ამ ხონდა ვიცი ამ საზოგადოების განწყობა ხელისუფლების მიმართ
მე არ ვამბობ, რომ ადვილი გასეირნება არის, მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობისთვის ბოლო 6 წლის განმავლობაში რბილად ვთქვათ, ადვილი გასეირნება იყო, მთელი, ასე ვთქვათ, წენეხით და მთელი შეტევით და შტურმით გვიტევდნენ ყველა ფრონტიდან, რომ ეს პარტია დღეს არ ყოფილიყო პარტიად. მაგრამ გააუძულა ამ პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დევნილები ყავს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პატიმრები ყავს ამ პარტიას და 10,000 პარტიის წევრი არის დაკითხული, არ გატყდა. არ გატყდა და დიახაც კარგი გაგებით პოლიტიკურ შეტევაზე ვაართობ ხელისუფლებიდან ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებიდან ოლიგარქი ივანიშვილი. ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ზის იქ სადაც თავის სასახლეში შემოკრებილი ყავს ვიწრო კლანური მმართველობა და დიდდება. აი დღევანდელ ფაქტს გეტყვით ინგა, მარტო ამ ერთი ფაქტის გამო დღესვე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ბატონი ქუმსიშვილი, რომელიც მხილებული არის მერამდეჯერ კორუფციის სქემაში. გულისხმობ იმას, რომ დიახაც ფაროსანა, რომელმაც შეჭამა მთელი დასავლეთ საქართველო, მართლაც გაანადგურა 10,000-ობით ოჯახი. დიახაც გამოაცხადეს რაღაცა მილიონ ლარამდე ტენდერი, თითქოს საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ, ბუკლეტები უნდა დაბეჭდონ და რეკლამები უნდა გაუშვან, რომ აუხსნას თურმე გაუბედურებულ ხალხს, რომელიც ითხოვს 3 წლის განმავლობაში დახმარებას, როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის პრეპარატი. და ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ყავდა კონკურენტი დახურული ტენდერი ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა. ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა. დიახაც დღევანდელი რამდენიმე საათის ამბავია, რაზეც გვექნება ჩვენ ძალიან წვავე და ხვალაც ვისაუბრებ კონკრეტულად რა კომპანია შეგიძლიათ მითხრათ, არ ვიცი და იმიტომ ხვალ მე ამაზე გეუბნებ, ძალიან ახალი ამბავია ქალბატონო ინგა, ხვალ მე ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ვისაუბრებ. ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა მოიგო 800 თუ 700,000 ლარად ტენდერი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თურმე კამპანია იმის ფაროსანას საწინააღმდეგო როგორც წარიმართოს. და თქვით ეთერში გითხარით საინტერესო ფაქტზე საუბრობთ. არა, ხვალ მეკრება მე თქვენი სამი პატივისცემის გამო დღეს თქვენ ეთერში ვთქვი ეს. დიახაც ხვალ მეკრება პირადად ბატონი ქუმსიშვილი მოგბრძანდება იქ და პირადად მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო. მე რამდენი ფაქტი არის, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ადამიანი არის კორუფციაში გახვეული. ესენი არიან საშოვარზე მოსულები. ან ბატონი გიორგაძე, კულტურის მინისტრი, რომელიც ყავს და რომელმაც დანაშაულებრივ დოკუმენტს ხელი მოაწერა და ააფეთქეს საყდრში და 1,300,000 აშოვნიეს ბიძინა ივანიშვილს. ან იზორია თავდაცვის მინისტრი, ჩადით აბა ჩავბრძანდეთ ჩხოროწყუში და ნებისმიერი ჩხოროწყუელი იზორიების გვარის, ასე ვთქვათ, მისი უახლოესი ნათესავების მაფიოზო კლანური, ასე ვთქვათ, მმართველობა. აი მოდით ასეთ კითხვას დაგისვამთ. აი ამ თქვენი განცხადებების მიუხედავად, მაინც ბოლო არჩევნები პირწმინდად მოიგო ქართულმა ოცნებამ. არა, კითხვას დაგისვამთ ერთი წუთი თუ შეიძლება. ერთი ეთერი ისე ჩავატაროთ, რომ არ ვიჩხუბოთ, თორე ვეღარ ვუმკლავდები ხოლმე მე თქვენი ფან-კლუბის შემოტევებს ეს ხუმრობით, მაგრამ აი კითხვას დაგისვამთ. თქვენი ჩამონათვალის მიუხედავად, პირწმინდად იგებს არჩევნებს ქართული ოცნება, ხედავთ რომ უზარმაზარი სხვაობაა პარტიულ რეიტინგებს შორის, თუნდაც აი იგივე NDI-ის ბოლო კვლევა და თქვენგან გვესმის მხოლოდ იმ ტიპის განცხადებები, რომ აი მაგიდა თუ არა უყირავეთ შულერს, როგორც სააკაშვილმა თქვა. სხვა შორის წეგან ბოკერიამ დასვა ასეთი კითხვა, იქნებო აგვიხსნანო რა იგულისხმებაო მაგიდის საყირავებაშიო. ამითი აპირებთ მოიგოთ არჩევნები ამ ტიპის განცხადებებით? ხო ხედავთ რომ ვინც იქ იყო ჩასული ამსტერდამში მაგალითად მიხეილ სააკაშვილთან იმის მიღმა არავინ არ გამოთქვა მსურვილს რომ ერთიანად გახვიდეთ არჩევნებზე. არა, ქალბატონო, ეს ასე არ არის, ეს ერთი კონსულტაცია მიმდინარეობს უამრავ სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან და საზოგადოებრივ ძალიან აქტიურ ადამიანებთან და თქვენ იხილავთ უახლოეს პერიოდში რავალ ეტაპიანი იქნება ამ პლატფორმის გაფართოება. ამაში თქვენ დაწუნდებით თავად. ყველა ვერც ჩავიდა ფიზიკურად და არც არის აუცილებელი რომ ამსტერდამში ყველა ჩავიდეს. თქვენ ნახავთ უახლოეს მომავალში დიახაც ეს პლატფორმა გახდება თავარი და ერთადერთი ალტერნატივა ბიძინა ივანიშვილის და თავარი გამოსავალი ხალხისთვის, რომ უკეთეს ხვალინდელ დღეს და უკეთეს მომავალს
როგორც იქნება ეღირსოს ქართველი ხალხი. დიახაც, ბიძინა ივანიშვილის მართვის ადავები და ჩამოშორება არის ერთი ამოცანა, მაგრამ ამ ქვეყნის განვითარების გზაზე დაყენება არის მეორე არა. ჯერ გადახდით და ჰოპლა მერე დაიძახეთ, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარებაზე სანამ დაიწყებ ზრუნვას, არა უკაცრავად არჩევნები უნდა მოიგოთ. აი გიგა ბოკერია ამბობს. ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერიო მეორე მხრივ კი ბოიკოტს უცხადებენო არჩევნებს. ანუ რეალურად რანაირად აპირებთ თქო რომ დაამარცხოთ ეს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ნახევრად სიმართლე. ბატონო, გიპასუხებ თუ ნახევრად სიმართლე ზოგადად მით უმეტეს საჯარო სივრცეში არ უნდა ისაუბრო, ვინც არ უნდა იყო. ვიზიამ. როდესაც საუბარია ვანიხონზე, ხო, დიახაც, მიმაჩნია რომ ის მარცხი, რომელიც იწვნია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აქ თავისი ახსნები. გესმით ჩემი? დიახ, მესმის, დიახ. დიახ. იყო ნაჩქარევი, მოუმზადებელი, გადადგული ნაბიჯი, როდესაც კანდიდატი წარადგინეს არც ერთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს არ შეუთანხმეს, დააყენეს კანდიდატი და ამის შემდეგ უბრალოდ შეუძლებელი გახდა ერთობის ჩამოყალიბება. ანუ კანდიდატი წარადგინეს და ამის შემდეგ უბრალოდ რა თქმა უნდა აღმოჩნდა ჩიხური ვითარება. თქვენ წარმოიდგინეთ მართლაც რომ გამოსულიყო იქ ერთობა, მე დარწმუნებული ვარ ძალიან მაღალი ალბათობით. დაგეჭირათ მე მხარი დიდი უკულავასთვის. ჩვენ ხათულოცნებას დავამარცხებდით. არა, დაგეჭირათ მხარი. დაგეჭირათ მხარი და წააგებდა მაშინ თქვენი ლოგიკით. დამასრულებდით. კი არა, დამასრულებდით. ჩვენ რეალურად ამ საუბრობენ პროცენტი სხვა ნაციონალურ მოძრაობას ან გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების კანდიდატი რო ყოფილიყო, ეხა მოდით რა გულახდილად ვთქვათ, მინიმუმ განახერხდებოდა ხო ის ხმები, რომელიც აიღო და რასულად დასგავსებულიყო ეს კამპანია პარტიებს შორის, ან ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობას, ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება დაგვემარცხებია. ამიტომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, სიმართლე უნდა ვთქვათ ბოლომდე. როდესაც ჯერ კანდიდატს წარადგენ და ამის შემდეგ იწყებ და არც კი იწყებ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა არ არის ეს არც კორექტული და არც შედეგზე ორიენტირებული რაიმე პროცესის დაწყების მცდელობა. ეს რაც შეეხება იმ არჩევნებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით და 25% როდესაც აქვს კვლევით ქართული ოცნება, ეხლა ამაზე ნაკლები რა უნდა ქონდეს, ქალბატონო ინგა რა უნდა ქონდეს, ეხლა 2% უნდა ქონდეს. ხო, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი შევარდნაძეა. გამიგეთ, მუხჩაუხრელი, დიახ, გეთახმებით, მუხჩაუხრელი შრომა არის ამისთვის საჭირო. უამრავი ადამიანი რჩება სახლში, არ მიდის, არ გადის, საარჩევნო ურნამდე არ მიდის, საერთოდ სახლიდან არ გამოდის, ხო, დაახლოებით ნახევარი მათგანი და ეს კვლევაც ამას აჩვენებს. უიმედობამ დაისადგურა და ესეც მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. და ამიტომ ჩვენ უნდა ამოვიდეთ ხალხის ინტერესიდან და ვიცო პარტიული ინტერესები გადავდოთ გვერდით. დიახაც, ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში არ არის კომფორტული რაიმე სახით და არც მათთვის ალბათ ვითანამშრომლობთ. ჩვენთვის არ არის კომფორტული გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობა ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს რაღაცა ზეამოცანები და ჩვენ ვიცო პარტიული ინტერესიდან არ უნდა გამოვიდეთ. მეც მათ შორის და არც მიხეილ სააკაშვილი და არ გამოდივარ და არც ბატონი ბოკერია უნდა გამოვიდეს და არც უნდა გადავდოთ ცოტა ხნით და ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. დიახაც, ანუ ხალხის ინტერესიდან უნდა გამოვიდეთ. ხალხი, რომელიც დიახაც ყოველი მეხუთე ბავშვი რო შემშილოს და ყოველი მეოთხე რო ვალით იკვებება მილიარდელი ივანიშვილის მმართველობის პირობებში და უარესდება ყველა მიმართულებით მდგომარეობა და ერთ ობიექტს ვერ დაასახელებს პრემიერი ვითომ კვირიკაშვილი, რომელიც გახსნა ესეთი პარადოქსალური ვითარება. ნიკა, ერთი კითხვა თუ შეიძლება უნდა დაგისვათ. ერთ ობიექტს ვერ ასახელებს, რომელიც გახსნა აგერ ეხა ვიხილეთ განმუხურში ესეთი ტყვილი ან არც თქვენია ხვალ პარლამენტში მოდის საერთოდ ჩავიდა არჩევნებად 2018 წლის არჩევნებად 2 თვით ადრე ესა კაფსულა ჩააგდო 2000 ადამიანს დასაქმება დაპირდა არა დამასრულებია ესეთი პოდიუმკინის სოფლები ბევრი გვინახავს გესმით ერთი მითხარით რესპუბლიკური საავადმყოფო როდესაც გეტყვით ხომ მეუბნებით მოგიყვებით როდესაც სხვაზე
ვისაუბრობთ, ანუ საკუთარ თვალში დირის და ბეწვის ამბავია. მე მახსოვს ადრე რეპორტაჟი მაქვს გაკეთებული და გადაცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეფორმა როგორ დაიწყეს თითქოს, როგორ შეიტანეს ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან ჩამოტანილი საწოლები, გადაახებინეს მედიას და მე უკან წაიღეს მართლა იყო ასეთი. მადლობა ამ ეშმაკის ადვოკატობისთვის რა, როგორც მაგრამ იმ ხელისუფლების და იმ პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ქალაქები ააშენა. ქალაქები ააშენა, ინგა, ქალაქები და დარგები განავითარა და არაფრიდან შექმნა წარმატებული პროექტი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. და მე გეკითხებით, რომ ერთი პროექტი დამისახელეთ 6 წლის განმავლობაში, რომელიც განახორციელა, ერთი არ არსებობს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ყველა ინსტიტუტი გაანადგურა. არა, კაფსულა ჩადო და მაგას მოვაყოლე, რაც თქვი, ეს იყო მხოლოდ. აი აქ ამოვიწერე, გოში, 63, ნუ დამასრულებიო ძალიან. ეხლა 2 წუთი მინდა მეტია. 63%, როდესაც საუბრობს, რომ მათ აქვს განცდა ამ ქვეყანაში, რომ კრიმინალმა იმატა 63%. და კორუფცია 54%-ით არის მომატებული. ეს არის დიახაც არც მეტი, არც ნაკლები რბილად რომ თქვათ, კატასტროფა. როდესაც ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ინსტიტუტი, საპატრიარქო, დიახაც, ბიძინა ივანიშვილის ხელით დღეს არის მდგომარეობაში, ადგომარეობაშიც არის და ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში და 90%-ზე ნაკლები ნდობა ამ ინსტიტუტს არ ქონდა. დღეს რა ხდება? ამ თემაზე რეკლამის მერე უნდა ვისაუბროთ, როდესაც სასულიერო პირი, წარმოიდგინეთ, როდესაც სასულიერო პირი, დეკანოზი მამალაძე, აი ესე უბრალოდ უსამართოდ მოკიდეს ხელი და მატროსოვის ციხეში ყავთ გამოწყდეული. დღეს ვითომც არაფერი, ერთ-ერთი გავლენიანი სასულიერო პირი. დიახაც ამ ყველაფერს ეს გააკეთა ბიზინა ივანიშვილმა. მადლობა, ნიკა, ერთი კითხვა უნდა მოვასწრო. რომელზეც კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხისგაცემა მოუწევს ბიზინა ივანიშვილს. მოუწევს ქალბატონო ინგა, ყველაზე გავლენიანი ერთ-ერთი სასულიერო პირი, დიახაც, ანაფორა გახადა და გაუშვა მატროსოვის ციხეში და ალპობს იქ და შედეგი სახეზეა. შედეგი სახეზია, მე პირადად პირდაპირ გეტყვით, შევხვდი აღდგომას ზუგდიდში, ტაძარში და ზუგდიდელების გაოცება საზღვარი არ ქონდა, цаრიელი იყო პრაქტიკულად ტაძარი. აი, სამეგრელოდან უკვე ხაზზე ყავს რეკლამის შემდეგ უნდა შემოვიყვანო. ყველა თუ ყველა იგივეს აღნიშნავს. სამების ტაძარი ქალბატონო იგა. სიმართლე გითხრა და ძალიან საზოგადოებას მინდა თხოვო მიაქციოს ყურადღება. სამების ტაძარში შესვლა იყო ძალიან რთული. შობის დღესასწაულზე, აღდგომის დღეს ძალიან რთული იყო ფიზიკურად, იმდენი ადამიანი იყო. დღეს განახევდა მრევლი და ეს ხო ჩანს კვლევით. კარგით, ეხა მრევლის თქვენი პარტიის საგანგებელი ხომ არ არის, ეხა ძალიან რელიგიურ წიაღსებში, ნუ ეს ადამიანი არა ქალბატონო, ეს არის დიახაც არავითარ შემთხვევაში. რას ქვია, მრევლს მიხედავს ეკლესია, პირველ რიგში ჩემთვის არის ადამიანი. არა, მრევლი ახსენებდა. პირველად გავიგე, რომ პოლიტიკური პარტია დარდობს მრევლის განახევრებაზე. რა მნიშვნელობა თქვენს არა, იმიტომ რომ ჩანს ქალბატონო იკა, მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ჩანს ეს მოდით ამაზე სასულიერო პირებს მიცეთ საუბრის საშუალება. არ არის, ეს ადამიანი წარმოიდგინეთ ივანიშვილი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, სააკაშვილს და დაცულ მოძრაობას, ანტიქრისტიანულ მოძრაობას დათვალდა, რომელსაც 600 ეკლესია აღადგინა. და რა გააკეთა? წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს გააკეთებიათ. მარტივად ადამიანური ენით საუბარი. გავიგე, ერთი კითხვა უნდა მოვასწრო, ნიკა. სასულიერო პირის ანაფორა ჯვარი მოხდეს და შეიყვანეს მატროსოვის ციხეში და ვითომც არაფერი. კარგი, ჩვენ გვინახავს დანის ეკლესიის ძალით დარბევაც. გვინახავს ფერიას მთაზე მონასტრის ამბებიც. ანუ იცით როგორია? არა, არის გადაშუქები. ნიკა, მაშინ შენც ოპოზიციონერი იყავი. როცა ამას მე ვაშუქებდი. დამერწმუნე. კი ბატონო, მე ვარ პასუხისმგებელი. ის ადამიანებს კითხე. სტურმით აღებული ეკლესია გვინახავს. სხვადასხვა ეთერში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს გესახებიან. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს რო გესახებიან, იმ ადამიანებს დაუსვათ. კარგი, მოდით რა, ეკლესიის ბევრად უკეთესი საქართველო. 2018 წლის 1 მაისია, ხო? საღამოს 10 წუთია. დღევანდელზე ვისაუბროთ, რაც ხდება.
დღევანდელზე თქვენს გარშემო ქალბატონო ინგა სახში რომ მიდიხართ მეზობელი დავრდომილი უბრალოდ იმედი დაკარგული არ ხდება სადარბაზო შესაძლებლობა. კი, ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, მაგრამ რეულზე ხა აღარ გვინდა საუბარი, ეს დაუთმოთ არა, რეულზე კი არ საუბარი, აქ ყველაფერს ბიზნეს დაკავშირებული პროცესებია, ქალბატონო, ერთი მეორესთან. მე შეგნებოდ ვამბობ, წარმოიდგინეთ ეს მოხდა ნაციონალური მოძრაობის დროს. თქვენს ვერ დამალავდით აღშფოთებას, თქვენს ვერ დამალავდით და სამართლიანად ვერ დამალავდით. დიახაზად საწყის ეტაპზე რამდენიმე ადამიანს იყო მამაცობა მარტო დაეცვა ეს ადამიანი. რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის პოეტი იქნება, ეს რა ქვია, ინჟინერი იქნება თუ სასულიერო პირი იქნება, როდესაც ხედავ, რომ აშკარად ხელშესახებად უსამართლოდ მოექცნენ ადამიანს, რას კი პოლიტიკოსი თუ არ ამაზე არ უნდა ვისაუბრო. რა შეეხება დეკანოს დაკავებულს, რომელიც საპატიმროში იმყოფება, ძალიან ბევრი გადაცემა დაგვითმია ჩვენი, ძალიან ბევრს კიდეც დავუცნობთ ამ თემას და ჩვენ ვიყავით ის გუნდი სხვათა შორის, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვიყავით ამ თემის გაშუქებაში. ნიკა, მართლა ერთი წუთი დამჭა, გაგვეთიშება ჩართვა. ხვალინდელს ხტომაზე მინდა თქვენი პასუხი რომ მოვისმინო. რა შეკითხვებით დახვდება ნაციონალური მოძრაობა გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც ხვალ აშკარად მძიმე დღე ექნება უმრავლესობისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შეკითხვები და გვექნება შეკითხვები არა მხოლოდ ბატონ მარგველაშვილთან. რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც მე ვაპირებ გიგნებავთ, თქვენ ეთერში თქვა, რასაც ვაპირებ, ხო? დიახ. უნდა ვკითხო ადამიანს, თუ მაქვს დრო. უბრალოდ ვკითხო, ნახეთ. პრეზიდენტი სააკაშვილი გახდათ პრეზიდენტი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი გახდათ ბატონი ჯანაშია. და ბატონი მარგველაშვილი ადგა და მოუხსნა გრიფით საიდუმლო იმ განკარგულებებს, რითიც ფინანსდებოდა გავუშვათ პრეზიდენტი. და ბრალი წაუყენეს ადამიანს 11 წლით გენერალ-მაიორი პატიმრობა ემუქრება. და ეს ადამიანი წლების განმავლობაში ეხვეწება მარგველაშვილს, რომ შენი ჭირიმე, როდესაც მე წავედი სახში და ჩემს ვაგებად მოვიდა ანზორ ჩუბინიძე, ბიძინა ივანიშვილის ასე თქვა კადრი, ჩემავე თანამდებობაზე სახელმწიფო დაცვის უფროსად, ხო? და პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო. იმ განკარგულებებსაც მოხსენი გრიფით საიდუმლო რომ დავარწმუნო პროკურატურა, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებდი და არაფერი არ დამირღვევია. დიახაც, ერთი და იგივე საკითხის მიმართ გამოიჩინა ორი სხვადასხვა მიდგომა ბატონო მარგველაშვილმა და მინდა ვკითხო, რომ თუ კი მოხსნა გრიფით საიდუმლო იმ დოკუმენტებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში იყო, რატომ არ ხსნის ეხლა უბრალოდ გრიფით საიდუმლოს იმ განკარგულებებზე, რომელიც აინტერესებს გენერალ-მაიორს, რომ თავი დაიხსნას ამ პოლიტიკური დევნის, ასე ვთქვათ, მარტოხებიდან, რომელსაც წარმოადგენს. მოკლედ დაველოდებით ხვალინდელ პარლამენტის ხტომა საინტერესო ხტომა იქნება და დაველოდებით ყველას განსხვავებას. მაგრამ არა მხოლოდ მარგველაშვილზე, თავად ნამდვილად ვერ მივანიჭებ დიდ სიამოვნებას ქართული ოცნების უმრავლესობას, რომ მთელი ჩემი დრო დაუთმო მხოლოდ და მხოლოდ მარგველაშვილს. რა თქმა უნდა, ამ სიამოვნებას ქართულ ოცნებას არ მივანიჭებ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.